მოცემული ფუნქციებიდან რომელია კენტი. სამი ფუნქცია გვაქვს მოცემული, f(x), gx და h(x). მოდი უცებ გაგახსენებთ კენტი რას ნიშნავს. იგი კენტი ფუნქციების ენაზე კენტი ნიშნავს ესეთ რაღაცას. თუ მაქვს თქვათ რაღაც j ფუნქცია 100, ეს გამოსახულება j ფუნქცია 100 უნდა იყოს მოიცადე, -j -100 ტოლი. ან სხვაგვარად რომ ვთქვა, მე თუ ავდექი და j-ში ჩავსვი -a, უნდა მივიღო -j-a. ანუ -a თუ ჩავსვი j-ში, უნდა მივიღო, აი a რომ ჩამესვა და მე ნიშანი შემეცვალა, აი რასაც მივიღებდი ეგ. ეხლა მოდი ამით შევამოწმოთ, რომელი არის ამათგან კენტი. ეხლა მაგალითად f(x)-ით დავიწყოთ და ავიღოთ 2-ში რა არის მისი მნიშვნელობა. 2-ში მისი მნიშვნელობა არის 2. ეხლა იმისთვის რომ f(x) იყოს კენტი, -2-ში, ანუ 2 არის 100 როლში, ხო? და ეხლა -2-ში მისი მნიშვნელობა უნდა იყოს -2. და ამ დროს -2-ში მისი მნიშვნელობა არის 6. იმისთვის რომ ყოფილიყო f(x) კენტი, უნდა ყოფილიყო მისი მნიშვნელობა -2. აი მაგალითად 3 რომ ავიღო, 3-ში f(x)-ის მნიშვნელობა არის 1, -3-ში რომ იყოს f(x) კენტი ფუნქცია, -1 იქნება და მისი მნიშვნელობა, მაგრამ ამ დროს არის მისი მნიშვნელობა 7. ამიტომ f(x) ნამდვილად არ არის კენტი ფუნქცია. შემდეგ მაშინ gx-ს დავაკვირდეთ. gx-ში აი თქვათ ისე 2 რომ ავიღო, 2-ში gx-ი არის -7 ტოლი. და ამ დროს -2-ში -7 ტოლია. ესე იგი გამოდის რომ მივიღე შემთხვევა რომ gx-ი ტოლი არის, მოიცა, მინუსი არა, gx-ი ტოლი არის g-x-ის. აი ესეთი რაღაც. ნებისმიერი რაღაც რომ ავიღო, ნებისმიერი x-ი რომ ავიღო, -x-იც იგივე მნიშვნელობას მომცემს g ფუნქციისთვის. ანუ გამოდის რომ ეს არის ლუწი ფუნქცია. ლუწი ფუნქცია, ცოტა უკეთ დავწერ. ლუწი ფუნქცია. ესე განიმარტება ფუნქციის ლუწობა. მაშინ ერთადერთი იმედი ახლა არის რომ h-ი იქნება კენტი და მოდი ვნახოთ. ახლა თუ დავუკვირდებით ვიზუალურად ჩანს აშკარად რომ აი მაგალითად 1-ს რომ ჩავსვამ, სადღაც აი აქ მიყვანს ეს ფუნქცია და -1-ს რომ ჩავსვამ, იგივე მანძილით ოღონდ საპირისპირო მიმართულებით მიყვანს. ანუ 1-ით აქ აღმოჩნდები და -1-ით აქ. ანუ თქვათ აი, 2-ში ცხადია რომ გამოდის, იმიტომ რომ 2 x ღერძზეა, -2 x ღერძზეა და 0 და -0 ორივე 0-ია, ხო? ასე რომ მაგით ვერ იმსჯელებ. მაგრამ აი თქვათ რომ ავიღო 4. 4-ში მაგის მნიშვნელობა არის -4 და ამ დროს -4-ში მაგის მნიშვნელობა, h(x)-ის მნიშვნელობა არის 4. ანუ მართლაც ესე იგი გამოდის რომ როცა ვსვამ რაღაცა 100-ს და ვიღებ h ამ მნიშვნელობას, -100 რომ ვსვამ, მივიღებ -h ამ მნიშვნელობას. ანუ აქ ხომ 4 ჩავსვი და -4 მივიღე, მე -4 რომ ჩავსვი, 4-ის შებრუნებული ნიშნიანი მივიღე, ანუ მივიღე 4. ნებისმიერი სხვაც რომ ავიღო, აი თქვათ რომ ავიღო 8. 8 რომ ჩავსვა, ვიღებ მნიშვნელობას 8 და -8 რომ ჩავსვა, უნდა მივიღო წინანდელი მნიშვნელობის საპირისპირო, ხო, ნიშნის მხრივ. და მართლაც ვიღებ -8-ს. ესე იგი გამოდის რომ h(x) არის ზუსტად ის ფუნქცია, რომელიც არის კენტი.